გამარჯობა თევზებო, როგორ ხართ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არხზე და თქვენს გაშლაზე, თევზებო. ჩვენ დაუკავშირდებით თქვენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ზოგადი გაშლა, ამიტომ გთხოვთ აიღოთ ის, რაც რეზონირებს, რაც არა დატოვეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ თქვენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანი, რადგან ისინი ყოველთვის სხვა რამესაც აჩვენებენ. მინდა დავიწყოთ თქვენი გაშლა, თევზებო, ზეციდან მიღებული გზავნილით. ნახოთ რას გვეუბნებიან ანგელოზები, თევზებო, ნახოთ. კარგით, მფარველი ანგელოზი თქვენთან არის, მით უმეტეს, თუ ამ მომენტში გრძნობთ რაიმე ტვირთს, სამყაროს სიმძიმეს რაღაცას, რაც გაწუხებთ, არა? რაღაცას, რაც თქვენს გონებას ამძიმებს, რაც არ გაძლევთ საშუალება შეინარჩუნოთ რწმენა, ან რაც გაშორებთ იმ სურვილის მიღწევის განზრახვას, არა? ან იმ მიღწევას. მფარველი ანგელოზის თანდასწრება ძალას გაძლევთ ამ სისუსტის მომენტებში და შეგახსენებთ, რომ ყოველთვის ყავთ მოკავშირე თქვენს გვერდით, რომელიც არის ის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გრძნობთ, რომ სირთულეები გძლევთ და ვთქრუგუნავთ ამ ბრძოლაში არასდროს ხართ მარტო. გთხოვთ, მომიხმოთ, როცა დახმარება გჭირდებათ, რადგან ერთად ჩვენ გადავლახავთ ნებისმიერ გამოწვევას. ასე რომ იგრძენით თავი დაცულად, იგრძენით თქვენი მფარველი ანგელოზის თანადგომა. დაუკავშირდით მას, ესაუბრეთ, მოუყევით იმის შესახებ, რასაც გრძნობთ, რაც გემართებათ, რადგან ის გიპასუხებთ მფარველი ანგელოზი, არა? აბა, ნახოთ, ის სხვადასხვა ნიშნების საშუალებით გიპასუხებს. შენ კი, რადგან დახვეწილი სიგნალების აღქმის უნარი გაგაჩნია, ამ პასუხს სწორედ იმ ნიშნად მიიღებ, რომელიც ძალიან დაგეხმარება რწმენისა და იმედის დაბრუნებაში ან ამ რთული მომენტის უკეთ გადატანაში. ასევე, გააცნობიერებ, რომ შენი მფარველი ანგელოზი. ან ანგელოზი ქალი, რადგან მათ სქესი არ გააჩნიათ. მუდამ შენ გვერდით იყო. უფრო სწორად, ის მუდამ შენს გვერდითაა. ასე რომ იგრძენი თავი დაცულად. ეს არის ვინმე, ვისთანაც თქვენ საუბრობთ ენერგეტიკულ დონეზე, ეს არის რაღაც, რასაც მეუბნება თქვენი ზოგიერთისთვის ძალიან აქტუალურია ზოგიერთ თქვენგანში. ნახოთ, რას გვეუბნებიან ანგელოზები, თევზებო. კარგით, რიცხვი 7 საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის. 7 დღე, 7 საათი, 7 წუთი. თქვენ იღებთ იმას, რაც შეიძლება იყოს ის, რაც ძალიან ახარებს თქვენს გულს. კარგით, რაც შეიძლება იყოს პროცესში მყოფი რაღაც, რაც პროგრესირებს, რაღაც, რაც თქვენ იცოდით, კარგით, განზრახული გქონდათ სიყვარული და რაღაც რაღაცნაირად დიდი იმედი გაგიჩინათ, ან ახლა გიჩენთ დიდ იმედს და ასევე გარკვეული გაურკვევლობა, არა? ამიტომაც არის შერეული გრძნობები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ ამ მომენტში ამასთან დაკავშირებით, რაც ჯერ კიდევ არ ხდება და თქვენ გჭირდებათ, რომ მოხდეს. მონეტები 7-იან გეუბნებათ, რომ მოემზადოთ ამ მომენტისთვის, რომ გჯეროდეთ თქვენი ღვთაებრივი მითითების, გჯეროდეთ იმის, რაც გააკეთეთ, რომ ეს ძალიან კარგად გააკეთეთ, რომ გჯეროდეთ იმ განზრახვების, რომლებიც ჩადეთ ამ სიტუაციაში, ამ პიროვნებაში. რადგან სიმართლე ისაა, რომ იქ იყო სიყვარული, იყო კარგი განზრახვა და კეთილდღეობითა და მომავალი პროექტებით სავს ენერგია. რადგან მონეტები 7-იანის კარტი სწორედ ეს არის ის, ვინც ზუსტად ზრდის იმ თესს, რომელიც ძალიან მალე მისცემს, ამ შემთხვევაში თევზებს იმ სარგებელს, რომელიც მას სჭირდება, რათა დაინახოს, რომ ნამდვილად შეძლო ყველაფრის კარგად გაკეთება. მაშა სადამე, თუ ჯერ კიდევ ცოტა ხანს უნდა დაველოდოთ, გააცნობიერეთ, რომ ღირს. მონეტები 7-იანი არის კარტი, რომელიც გვეუბნება, თქვენ ეს ნამდვილად ძალიან კარგად გააკეთეთ. მაშა სადამე, დაელოდეთ თქვენს მოსავალს, თქვენს მოგებას, დაელოდეთ თქვენს მატერიალურ ჯილდოს, მაგრამ ასევე თქვენს ემოციურ ჯილდოს. მეუბნება, რომ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ფუფუნებით ამ პრივილეგიით, დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, არა? როგორ მოვიქცე ამით, რასაც მივიღებ? როგორ მოვიქცე იმით, რაც საქმე ექნება ამ შემოთავაზების, ან ამ კომუნიკაციის, ან ამ დაახლოების, ან ამ სიახლის საშუალებით, რომელიც მახარებს სულს, მახარებს ცხოვრებას, რომელიც სულს მიბრუნებს ხელში. თქვენ გაქვთ თასების 7-იანი. თასების 7-იანის კარტი თევზების კარტია. არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს ეჭვის შეტანის უფლება. დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო. გადაწყვეტილება ეს არის გადაწყვეტილება. ის უნდა იქნას მიღებული შეგნებულად. გთხოვთ შესაძლებლობის ფარგლებში. გააკეთეთ ეს მატერიალურთან მაქსიმალურად შესაბამისობაში. არ ჩაიძიროთ იმაში, რაც შეიძლება იყოს ფანტაზია ან ილუზია, მიიღეთ გადაწყვეტილება მიწაზე მყარად დგომით, რადგან გარშემო რამდენიმე ვარიანტია,
და თქვენ მოგიწევთ მოქმედება შეგნებულად ჭკვიანურად, რათა იმოქმედოთ და გადაწყვიტოთ. ასე რომ კარგია იმედების დამყარება, კარგია ოცნება იმის შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასევე კარგია ხელშესახების შედეგის მიღება, რომელიც ჩემს ცხოვრებას მოუტანს გადაწყვეტას იმის მიხედვით, როგორც მე სჭირდება, არა? თუ ეს არის ფულის სამუშაო საკითხი, თუ ეს არის სიყვარულის საკითხი, დადგა დრო, მიიღოთ გადაწყვეტილება და თქვენს ხარეს გქონდეთ მკაფიო გაგება იმისა, თუ რა გსურთ ნამდვილად, რა არის ის, რაც ნამდვილად გსურთ და როგორი მოქმედოთ, არის ფანტაზიოროთ იმის შესაძლებლობაზე, თუ როგორი მოქმედებდით ეს რომ მომხდარიყო. ეს მოხდება. ასე რომ გითხარით, შეგიძლიათ დაითქვათ ფუფუნებით, დაგეგმოთ ეს, მაგრამ უფრო შეგნებულად, რადგან უკვე მისაღებად მზად ხართ. და იქ კარგით, ამის საფუძველზე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და გადავწყვიტოთ. არსებობს გონებრივი წმენდის საჭიროება, დიახ. არსებობს თქვენს გარშემო წმენდის საჭიროება, დიახ. ასე რომ ყურადღების ფოკუსი უნდა მოიღეთ ის, რაც არის ქიმერა ან ილუზია, თევზებო, კონკრეტულად თევზებო, რადგან ჩვენ უნდა ვიდგეთ მყარ-მიწაზე, დიახ, გადაწყვეტილების მისაღებად. და ჩვენი უმეტესობა საბედნიეროდ უკვე გაიზარდა ამ ცნებებთან დაკავშირებით და ვიცი, რომ ის, რასაც აირჩევთ, ძალიან მომგებიანი იქნება თქვენი საფულისთვის ან თქვენი გულისთვის. და რატო გეუბნებით? იმიტომ რომ აქ არის თასების ორიანი. მაშა სადამე ფარველი ანგელოზი ასევე იცავს თქვენს გულს, რათა დაუკავშირდეთ ვინმეს, ვინც ნამდვილად არის. კარგით, ძალიან შეესაბამება თქვენ. მეუბნება, რომ უნდა გქონდეთ ნდობა ადამიანის მიმართ, რომელიც გიყვართ, რომ ვიღაცას ასევე აქვს ნდობა თქვენს მიმართ, რომ თქვენ და სხვა პიროვნება საოცრად ხართ გადაჯაჭვულნი, რათა დაუკავშირდეთ სიყვარულიდან. მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ისე, რომ ცხოვრება მოგიტანოთ ის ადამიანი, რომელიც თქვენთან სხვა რამეებში დაემთხვევა და რომელიც იქნებოდა კარგით ის პარტნიორი, რომელთანაც ასოცირდებით, ის პიროვნება, რომელსაც სურს თქვენთან მუშაობა, რომელიც გეხმარებათ სამსახურში, ის თანამშრომელი, ის ადამიანი, რომლის მიმართაც გექნებათ ნდობა, ის მარჯვენა ხელი. შეიძლება თევზებისთვის ეს იყოს დრო, როცა იგრძნობენ, ურთიერთობა, რომელსაც აშენებენ, ნაყოფს იძლევა. ეს არის ის კავშირი, რაც მათ ცხოვრებაში სურთ. მას აღარ ოცნებობ და აღარ აიდეალებ მიწაზე დაკავს. დღეს ის ადამიანი შეგნებულად გირჩევს შენ, შენ შეგნებულად ირჩევ მას. ახლა შეიძლება ასევე იყოს, რომ თევზების იდეალიზაცია ან ილუზია პარტნიორთან დაკავშირებით რეალობად იქცეს პირდაპირი მნიშვნელობით, არა? ასე რომ ჩვენ აღარ გვჭირდება ილუზიებში ყოფნა იმასთან დაკავშირებით, რაც არ არის, არამედ ჩვენ ამას ვიცხოვრებთ და უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვიმოქმედოთ შეგნებულად იმასთან დაკავშირებით, რაც გსურდა. ან იმასთან, რაც გსურს, ან იმასთან, რაც იმედს გვაძლევდა, რადგან დადგა სიყვარულის ცხოვრების დრო, დადგა ადამიანთან დაკავშირების დრო, ან დადგა ადამიანის მიერ შეყვარების უფლების მიცემის დრო. როგორც არ უნდა იყოს, ვიღაც შეგნებულად გირჩევს, სურს ვალდებულება აიღოს, სურს კავშირის შექმნას. ნახოთ, რას გვეუბნება კარტები, თევზებო. ეს კოლექტიური კითხვებია. შეიძლება თქვენთან რეზონირებდეს, შეიძლება არა, მაგრამ ამის მიღმა შეიძლება თქვენს გსურდეთ ჩემთან პირადი გაშლის გაკეთება და შეგიძლიათ ამის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენ ეწერებით ვებგვერდის საშუალებით, თქვენ აქ ყოველთვის გაქვთ მისამართი ვიდეოში და გაქვთ დამაგრებული კომენტარი თქვენს ნიშანთან, რომელიც პირდაპირ ვებგვერდზე გადაგიყვანთ. იცით, რომ საკმაოდ საინტერესოა, რომ ისევ ამოვიდა მონეტები 7-იანი. ამიტომ მე გეტყოდით, რომ მოემზადოთ უკვე ახლავე, იფიქროთ რაიმე რეალურზე, მატერიალურ დონეზე, არა? ხედავთ, რომ როდესაც ადამიანი ელოდება რაღაც მატერიალურს, ყოველთვის გეგმავს. კარგით, როცა მივიღებ ამ ფულს, ვიყიდი ამას, ან როცა გადამიხდი ან ვიზრუნებ ამაზე. ეს არის ისეთი რამ, რომ თქვენ გაქვთ ეს პროექცია და ეს ილუზია იმისა, რისი გაკეთებაც გსურთ იმით, რასაც მიიღებთ. ხედავთ, როგორც გეუბნებოდით, ეს უკვე აღარ არის ილუზია. თქვენ ხვდებით, რომ მოგების მიღებას იწყებთ და ეს რაღაც ახალი გავსებთ ენთუზიაზმით. ეს ფიშის საც უბიძგებს, შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა და წესრიგი ფინანსურ მართვაში. თქვენ უკვე იცით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ ამ ყველაფერში, შეძლებთ ამ პოზიციის შენარჩუნებას და ღირსეულ მდგომარეობაში იქნებით, არა? საკმაოდ ღირსეულ სიტუაციაში, რადგან ეს არის ის, არა? ეს არის ისეთი რამ, რომ ეს ლოდინით საკმაოდ დამღლელი გახდა. ამიტომ მე უკვე წინ ვუსწრებ ამას. მე ასევე გეტყვით, რომ აქ არის ვალდებულება, რომელიც ილუქება, ვალდებულება, რომელიც ხელმოწერილია, ვალდებულება, რომელიც ნათქვამია. ეს ასევე შეიძლება იყოს ამ პიროვნებასთან საუბარი არ არის, რადგან ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ჩანს როგორ იზრდება კავშირი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც ხედავს თავისი მოსავლის ზრდას. ეს შეიძლება ამასთან იყოს დაკავშირებული.
წარმოგვიდგენს პროცესს, რომელიც დაიწყო მისი გაზრდის განზრახვით. და კარგით, რაღაც იძლევა ნაყოფს, ეს გამოიღებს ნაყოფს, გამოიღებს შედეგს. ეს არის პროცესი, რომელსაც დრო დასჭირდა. და ეს არის პროცესი, რომელსაც კარგით დასჭირდა თქვენგან გარკვეული ვალდებულება და ასევე ილუზია და ასევე რწმენა. ამიტომ გეუბნებოდათ მფარველი ანგელოზი, რომ უნდა გქონდეთ რწმენა, არა? გით ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ იღებთ ბევრ რამეს, ღირებულს, ბევრ ღირებულ რამეს. და თუ თქვენ ხართ უნარიანი, დააკვირდეთ და გადაწყვიტოთ და იყოთ მხიზლად, რათა დაფაროთ ნებისმიერი სახის საჭიროება, რომელიც გამოჩნდება პროცესში. იქნება ეს ურთიერთობრივი თუ ეკონომიკური, რა თქმა უნდა, ძალიან დროული იქნება ის, რასაც გააკეთებთ და თქვენ იქნებით ძალიან ბრძენი და მიყვებით ამ ყველაფრის კურსს. რადგან საბოლოოდ თქვენ იცით, რომ მიაღწევთ ამას, დატკბებით ამით და გაიზიარებთ. გაიზიარებთ თქვენს თავსაც, რადგან ჩვენ საუბრობთ ურთიერთობაზე. ეს არის ნაყოფის კრეფის მომენტი, მაგრამ არა დროზე ადრე. ყოველთვის გეუბნებით ამას, არა, იყავით ყურადღებით, რათა იცოდეთ, როდის არის ნაყოფის კრეფის დრო, რომ მათ საკმარისად მოწიფულობა მიაღწიეს, მაგრამ არა ზედმეტად და რომ თესლი, რომელიც მოდის ამ ნაყოფებში იყოს კარგ მდგომარეობაში, რათა შევძლოთ მათი დათესვა შემდეგ პერიოდში, ანუ მოგვიანებით. ამიტომ დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კარგად, პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც ამას იზამდა ფერმერი, რადგან მონეტების შვიდიანი სწორედ ეს არის. მაშა სადამე პირდაპირ მნიშვნელობით, თქვენ ხართ ამ ყველაფრის ლოდინში, თქვენ ხართ ლოდინში, კარგით დააბანდეთ თქვენი დრო პროდუქტიულ რამეში, დააბანდეთ თქვენი დრო ამ ყველაფრის პროცესში საკუთარი თავის გამოკვებაში, რადგან საქმეები წავა უფრო კარგად, ვიდრე ოდესმე და უცებ მოვა ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. უკეთესი, ვიდრე ელოდით, რადგან თქვენ გაქვთ მონეტების ათიანი. წარმოიდგინეთ, რამდენად კარგად გააკეთებთ ამას. თუ ამ პროცესში ჯერ კიდევ არის რაიმე ჩარევა, იცოდეთ, რომ თქვენ მოიგებთ ამას, მოიგებთ ამ სიტუაციას. ასევე იგრძნობა, რომ თევზებს შეუძლიათ მოითხოვონ რაღაც თავისი რაღაც, რაც მას ეკუთვნის. შეიძლება იყოს ოჯახური ფული, შეიძლება იყოს სამსახურის ფული, შეიძლება იყოს დავა რაღაცას დაკავშირებულია იმასთან, რომ თქვენ აკეთებთ ფულის მოთხოვნას. რომ თქვენ ელოდებით, რომ გარკვეული დროა ელოდებით, რომ მოგცენის რაც გეკუთვნით. როგორც არ უნდა იყოს, მთავრდება ის უბედურება, რომელიც არ გაძლევდათ საშუალებას შეერთებოდით კეთილდღეობას და გაგემყარებინათ ის თქვენს ცხოვრებაში, როგორც გადახდის უნარიანობის სტრუქტურა. იგივე ეხება ურთიერთობებსაც. ასე რომ, ეს არის უკიდურესად ხელსაყრელი სიმდიდრე თქვენთვის ყველა სფეროში. რადგან ის ჩნდება, რათა გვესაუბრო საკითხებზე, სადაც თქვენ აღწევთ დონეს, სადაც დიახ, რადგან არსებობს კეთილდღეობა, ან ასევე იმის გაცნობიერების გამო, რომ ამ პროცესში საჭირო იყო ამ მომენტის მოლოდინი. რადგან ამ ყველაფრის წყალობით თქვენ მიიღებდით ამ სარგებელს, რადგან თქვენ იცოდით, მაგრამ ასევე ძალიან კარგად გააკეთეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი ეფექტურია თქვენთვის და ეს გვეუბნება, რომ თუ არსებობს რაიმე უბედურება, როგორც გითხარით, ეს უბედურება არ გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ ამ სიმდიდრეს, ამ ფულს. არა, მაპატიეთ, ეს უბედურება არ უშლის ხელს, მაპატიეთ, რომ თქვენ დაუკავშირდეთ ამ ფულს, ამ სიმდიდრეს, რადგან თქვენ მას ასევე ამარცხებთ. ასე რომ, თქვენ ხვდებით კმაყოფილებას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ან კომფორტს ურთიერთობაში, ან თუნდაც ზოგად დონეზე და ეს შეიძლება იყოს ასევე ოჯახურ დონეზე, რადგან არსებობს მონეტების ათიანი, რომლის მიღწევას ცდილობდით, რადგან არსებობდა ეს ბრძოლა, ეს კონფლიქტი და ეს პრობლემა. ეს ასევე ერთგვარი ჩხუბი იყო, არა? კარგი, ეს მე მეკუთვნის, მაგრამ ასევე ეკუთვნის ვიღაცას მესამეს ან მეოთხეს დაუშვათ, რომ ეს არის სიტუაცია ამ კუთხით და კონკრეტულად ჩვენ ვიცავთ მემკვიდრეობას. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ მოგიწიათ პროცესის გავლა. და კარგი, ეს პროცესი ლაგდება და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თქვენ დაიკავებთ პრივილეგირებულ ადგილს ამ მთელი საკითხის წინაშე. ახლა თუ ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობაზე, ეს ურთიერთობაც იწყებს სიტუაციის შეცვლას. რადგან ურთიერთობა იწყებს გამყარებას, ურთიერთობა ემზადება იმისთვის, რომ მოახერხოს რაღაცის კონსოლიდაცია ერთობლივად. ასე რომ თქვენ და ეს ადამიანი ერთიანდებით ყველანაირი წესით, რომანტიკული წესით, სულიერი წესით, მატერიალური წესით, პრაქტიკული წესით, რა თქმა უნდა ემოციური წესით. ასე რომ მაშინაც კი თუ თქვენ მყარად იყავით დაკავშირებული ადამიანთან და გადიოდით გარკვეულ ეკონომიკურ სირთულეებს და იყო დანაკარგები და იყო პრობლემები და წარმოქმნილი იყო ვალები და კონფლიქტები. კარგი, აქ თქვენ იღებთ უდიდეს სარგებელს იმისთვის, რომ ეს დასრულდეს, ასე რომ როგორც არ უნდა იყოს თქვენთვის ამის კონსოლიდაციის მიღწევა არის უზარმაზარი.
ნახოთ, რას გვეუბნებიან მეგზური რიცხვები ან მთავარი რიცხვები თევზებო. რიცხვი 7, რომელიც არის მაგიის რიცხვი. და ეს არის ძალაუფლების რიცხვი. თქვენ ფლობთ ძალიან დახვეწილ გონებას და ცხოვრების საიდუმლოებების აღმოჩენის ღრმა სურვილს. არა? ეს არის მისტიკური რიცხვი არსებითად. ის ამბობს, რომ თქვენი ინტელექტი, როგორც აკადემიურ საინფორმაციო ან უფრო მიწიერ, ისე სულიერ სიბტყეში არის ის, რაც ასევე გაძლევთ უპირატესობის ან ბრწყინვალების ასპექტს, რაც სხვა ადამიანებს ამ მომენტში არ გააჩნიათ. ასე რომ ის გთხოვთ, რომ იცოდეთ მისი გამოყენება, რომ იცოდეთ ამ ინტელექტის, ამ შესაძლებლობის, ამ ბრწყინვალების, ამ სინათლის, ამ აღქმის გამოყენება, რაც არავის აქვს, რაც მხოლოდ თევზებს გააჩნია და რომ გამოიყენოთ იგი, რა თქმა უნდა, თქვენ სასარგებლოდ, თქვენი პრივილეგიისთვის. ასე რომ ჩვენ დაუკავშირდებით სიმდიდრისა და სიყვარულის ამ მშვენიერ ენერგიას, რათა ეს მოგვეცეს. ყველა კურთხევა თქვენ დღეს და მუდამ.